ახალციხეში დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე რამდენიმე თვეა საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, ტერიტორია ამოთხრილია, იტბორება და აქ მცხოვრებლების თქმით ანტისანიტარიას ქმნის. როგორც ამ ქუჩაზე ერთ-ერთი მცხოვრები გვეუბნება, იმის გამო რომ ამ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგებული არ იყო, წლების წინ მისმა ოჯახმა საკანალიზაციო მილი გაიყვანა, რომელზეც მხოლოდ 2 ოჯახი იყო დაერთებული. ახლა კი ამ მილით 15 ოჯახი სარგებლობს, რის გამოც მილი იჭედება, ხოლო ნარჩენები ქუჩაში და მის სარდაფში ჩაედინება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, თხრილიდან ნარჩენებს თითქმის ყოველდღიურად ტუმბავენ, თუმცა მათივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა მილი მალევე დააერთონ ახალ საკანალიზაციო ქსელს, რომელიც ამ ქუჩაზე რამდენიმე თვეა მოაწყეს. ის რომ ამ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლების განმავლობაში აქტუალური იყო, ადასტურებს ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილიც. როგორც ის განმარტავს, უკვე დაწყებულია ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, თუმცა სამუშაოები ჯერ სრულად დასრულებული არ არის. მერის თქმით, დაახლოებით 2-3 კვირაში სამუშაოები დასრულდება, ზემოთხსენებული მილი ახალ სისტემას შეუერთდება. ამ ქუჩებზე ძალიან ბევრ მოქალაქეს არ ქონდა წყალანირება, ეგრეთ წოდებული კანალიზაცია არ ქონდათ საერთოდ. ბევრ მოქალაქეს დღეს გაკეთდა, მან გამოიცვალა რეაბილიტაციის ჩაუტარდა ქსელს და ახალი ქსელი მოეწყო. ამ ქსელზე საჭიროა დამატებით კიდევ გარკვეული პატარა მცირე სამუშაოები, რომ მოხდეს გადართვა უკვე ახალ ქსელზე. მცირე სამუშაოებია დარჩენილი, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ჩვენი საგაბლოს დეპუტატის მეშვეობით, ჩვენი მერის წარმომადგენლების მეშვეობით და ასე შემდეგ. ქონდა კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, თუ მშენებელ კომპანიას და წყალმოერგების კომპანიას ქონდათ ასევე საუბარი და ინფორმაციის მიწოდება. ვიცით, რომ ეს პრობლემა რო იყო დაარსებიდან, ამობლის დაარსების დღიდან ამ პრობლემაში ცხოვრობდნენ და ეს პრობლემა მოგვარდა წელს და სულ რაღაც საუბარია, შეიძლება 2 კვირაზე ან 3 კვირაზე, რომ მოხდეს გადაერთება ახალ ქსელზე. დაუკავშირით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც, მათივე ინფორმაციით მოსახლეობის პრობლემა თვის ბოლომდე მოგვარდება.